გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. სალომე ზურავიშვილი გამოხტა და ერთი ამბავი აქვს, რომ აი თურმე თავისუფლები აღარა ვართ, სუვერენიტეტი დავკარგეთ, თურმე სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალა, თურმე ზრდილობა დავკარგეთ, თურმე იდენტობა დავკარგეთ და რაღაცებს ბოდავს. იქ ურსულას მოწერილ ტექსტებს აჟღერებს. და ვიღაცებს აჯერებს ალბათ ამას და ვაი იმათ პატრონს, ვისაც ზურაბიშვილის რამის სჯერა. ვინ არის ზურაბიშვილი? ხო, კარგად ვიცით ყველა ვინც არის. ზურაბიშვილი არის ამ ქვეყნის მტერი და ამას სრული პასუხისმგებლობით ვიძახი. ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელიც 90-იანებში, როცა ქართველები თბილისში ერთმანეთს ხოცავდით და დავდევდით გაცოფებულები და სისხლის ზღვარო დავაყენეთ დედაქალაქში, მაშინ ზურაბიშვილი საფრანგეთიდან იწერებოდა წერილებს და ძმათა მკვლელ სამოქალაქო ომს აფასებდა როგორც დემოკრატიულ პროცესს. ამას მე არ ვიგონებ და ზურაბიშვილის წერილია, სადაც კი ნამდვილად სამოქალაქო ომს და ძმათა სისხლის ყვრას აფასებს როგორც დემოკრატიულ პროცესს და ზურაბიშვილის აღქმით გმირები არიან თენგიზ კიტოვანი და სიგუ. და აი ეს ყლექალა ეხლა გამოხტა და თურმე საქართველოს დამოუკიდებლობა დააკარგა და სუვერენიტეტი და თურმე დემოკრატიული პროცესები არ მედის ამ ქვეყანაში და ზურაბიშვილის დემოკრატიული პროცესები რაც არის უკვე გითხარით. ზურაბიშვილის შეფასებით დემოკრატიული პროცესი არის, რომ აქ რო დავერიოთ ერთმანეთს და ხოცოთ და დედა მოუტყნათ, აი მერე დავიკრავს ტაშს ზურაბიშვილი და ეგ მოეწონება და მაგას შეაფასებს როგორც დემოკრატიის ზეიმს საქართველოში და სწორედ მაგიტომ ხართ ეს ყლექალა გამოგზავნილი, ვინ თავის პატრონებს, ვინც გამოგზავნა და ჩვეულებრივი აგენტია სალომე ზურავიშვილი არის, უნდა ვთქვა, პროჭი წინაპრის გაგრძელება ვიღაცა პროჭი არსება და ზურაბიშვილის ბებია და ბაბუა იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჟორდანიას მთავრობასთან ერთად პროჭებივით გაიქცნენ აქედან მიატოვეს ხალხი, რაც გაზიდეს ქონება, გაზიდეს მოახტნენ მატარებელს და დაუქნიეს ხელი კარგს, აბა კარგად იყავითო და ხალხი დაიკიდეს ერთადგულს. იგივეა ზურაბიშვილიც, რაც ჩვეულებრივი მან ქუხთი არსება, რომელიც ემსახურება ვიღაცების ინტერესებს და ცდილობს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობას როგორმე ძილი გამოუთხაროს და როგორმე საქართველოში გაატაროს თავისი პატრონების ინტერესები. აი ეს გახლავთ ზურაბიშვილი. ზურაბიშვილს ოპოზიცია ეძახდა პუტინის გამოგზავნილ კაკებეშნიკ ყლექალას. მე ამას არ ვიზიარებდი არასდროს, მაგრამ მე ვიტყვი, რომ ზურაბიშვილი ნამდვილად არის ყლექალა, კი, ნამდვილად ყლექალა, ოღონდ ევროპული სპეცსამსახურების მიერ გამოჭედილი და გამოწორთობილი აგენტი ყლექალა მეტსახელად ფსევდონიმით, აი ეს აგენტებს თავისი ფსევდონიმები აქვთ, ესე პირდაპირ სახელით არავინ არ მოიხსენიებს და ზურაბიშვილი გახლავთ აგენტი ფსევდონიმით ყლექალა. და აი ეს ყლექალა გამოხტა ეხლა და თურმე როგორ დამოუკიდებლობა დაუკარგეთ და სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალა და რატო ჩამოიშალა სახელმწიფო ინსტიტუტები, რო კითხავ აი ამ ბანძქალს. გეტყვის იმიტომ რომ ხო ხედავ კაია კალასი რას წერს ევროპარლამენტში და ურსულა ფონ დერ ლაიანი თიც გვიქნევს იქიდან, აბა ტყუილად ხო არ გვწერენ იქიდან რაღაცებს, ეს იქნება არგუმენტი. ყველაფერი ნათელია, მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ქართველების უმრავლესობა ძალიან სწორად ვაფასებთ პროცესებს, ძალიან კარგად ვხედავთ, როგორც ვითარდება პროცესები და რა ძალებიც არიან დღეს, რომლებიც ცდილობენ, რომ
როგორმე იქნებ სიტუაცია არიონ ამ ქვეყანაში და სწორედ მაგიტომ ერიცხებათ მილიონები და მილიარდები უცხო ქვეყნებიდან და მთელი ცხოვრება ეს ზურაბიშვილები, ბერძენიშვილები, ხიდაშელები, უსუფაშვილები და ეს ვიღაცა ყლიშვილები მთელი ცხოვრება ჭამენ უცხოეთიდან ჩარიცხულ ფულებს. მთელი ცხოვრება არასამთავრობოებს და რაღაცებს ყლეობებს წარმოადგენენ, აი ეს ვინც ჩამოთვალ ლეიდენი და კიდე ბევრი და მთელი ცხოვრება იკვებებიან საზღვარგარეთიდან. და რისთვის აჭმევენ მთელი ცხოვრება ამდენ დამოტყნულებს, ამას არ უნდა ძნელი მიხედვა. იმისთვის არ აჭმევენ მთელი ცხოვრება საზღვარგარეთიდან ფულებს, ზურაბიშვილებს, უსუფაშვილებს, ხიდაშელებს და ვიღაც ყლეობებს, რომ საქართველოს ინტერესებს ემსახურონ. მაგისთვის არა, კაპიკს არავინ არ ჩაურიცხავს. იმისთვის ურიცხავენ ფულებს საზღვარგარეთიდან, აი ამ პროჭებს, რომ ემსახურონ იმათ ინტერესებს, ვინც ურიცხავს ამათ მილიონებს და მილიარდებს. და კი, აგენტები არიან ამ ქვეყნის, მტრები არიან და დედამოტყნულები არიან. ეგ არის რის თქმაც მინდოდა ბოდიშს ვიხდი ბილსიტყვაობაზე, მაგრამ რა ვქნა? ხანდახან ვერ ვიკავებ თავს და ჩავთვალოთ, რომ ესეთი ფორმატი. დაგემშვიდობებით ახლა ამით და კიდევ ერთხელ მადლობა ღმერთს, რომ ქართველები საკმაოდ გონიერი აღმოჩნდით საქმეზე რომ იდგა და ძალიან კარგად გავითვალისწინეთ ჩვენი დაშვებული შეცდომები და იგივეს აღარ ვიმეორებთ და მადლობა ღმერთს ამისთვის.